შამიერი ამ კუთხის და ამ ქალაქისა მოდი იყოს ყოფნა წმინდა ქართულ ალალ-კახურ გულისა და თუ ცრემლი მაინც მოვა იყოს მხოლოდ ვაზის გლოვა ხუთზე მივიწურეთ ქვებში შემოდგომა შენი განახვა შენთვის უყევი ჩემო წირო ქალაქო დაღმულსაც განასვალებ შენ სიმღერა ხარ სიმღერა ხარ და სიმღერი განთებუმა მომღერელე ჩემი თელავი სიმღერა პირადი ცხოვრება ორი შვილი მყავს 4 შვილი ცოლი არც ერთი და ძალიან მშვიდად ვზდომს ხათ შორის თავს დედა მყავს ეხლა მამა გარდამეცვალა მამა და სიძე 2 კვირის განმავლობაში თუ და იმიტომ ვერ ვარ ხასი არა ესე ეგარი მთელი ჩემი პირადი ცხოვრება
ეხლა მაგალითად მინდოდა მე და გოგის დაგვედგა გვინდოდა დაგვედგა ვაჟებ-შაველას იუბილესთან დაკავშირებით ვაჟებ-შაველა პოეზიის და პროზის გარეშე თვითონ ვინ იყო ვაჟებ-შაველა ესეთი იყო ჩანაფიქრი კომპილაცია კეთდებოდა მაგრამ რბილად რომ თქვა საშუალება არ მოგწეს ეხლა მაგ ზუსტად გოგის ველაპარაკებოდი რა რომ მითხრეს რომ შენიო კრებული უნდა და მოთხრობების ორი კრებული უნდა რა მოთხრობებიც გამოიციო და ისიც ცოტა დაკურსულა გაურის და იმის რა გვარია კაცო ნემსაძე მგონი არა მახსოვს იმათ შემიკვეთეს მაგრამ ეხლა ისეთი უხალისო მდგომარეობაში ვარ რომ მეზარება სიმართლე რო გითხრათ ალალათ და ყოველგვარი პრანჭოკრეხის გარეშე მეზარება არ არის ესეთი სიტუაცია რა ეხლა დაждე და ორი გარემო იმისათვის რომ რა არაფერი მხოლოდ ჩემი განწყობა აი მხოლოდ ჩემი განწყობა როგორ განწყობაზეც ვარ ეგერ ჩემი განწყობა ჩემი მუზა თუ კაი განწყობა მაქვს მაშინ მუზა უკიდეს და ყველაფერზე თუ ცუდი განწყობა მაქვს ცუდი განწყობა გინებას ხო არ დავწერ მეტი არაფერი ესეთი ვარა ნუ ახლა თუ არ ჩავთვლით მოგზაურობებს აკეთიქიცი შოთა შორის კინოსტუდიაში როცა მუშაობდი მაშინ ხელფასი მქონდა 250 მენტი ძალიან კაი ფული იყო ხო და ყველა კვარტალში 500 მენტი პრემია და თუ არ დავიზარებდი და ის რო არის ფილმების რა ქვია წარწერებიანი ფილმებს აი ნო ტიტრიზაციას მე 1000 მანეს იმას მაძლევდნენ გონორარს ჯიბეშ ფულის მქონდა დავდიოდი ხან რიგაში ხან კიევში ხან მოსკოვში ხან ლენინგრადში მოგზაურობდი რა და აი მაშინ ვიყავი ყველაზე კარგად ფიქრობდი რომ აი კაცი ვჭობდა ღმერთი იცინოდა რა ფიქრობდი რომ ეხლა ფულის პრობლემა მოწყოტილი მაქვს და რომ სიბერეში მეთქი სულ მოგზაურობაში უნდა გავატაროს აღმოჩნდი უცბად აი კისის ხეში გოგიასთან მიჭირს ხანდახან ჩასვლა კისხევე გოგიას ხო და აი აქედან ბაადურს ძალიან არ მაქვს რა საერთოდ არ გაკებ მე უბრალოდ ფაქტს ვადასტურებ ბაადური ჯერ პირველ რიგში არის ბაადურ ბალარჯიშვილი ქართველი კაცი ვაშკაცი კაცი ზნესრული ამით ყველაფერი ამოიწურა ზნესრული ადამიანი უკვე დიდი ადამიანია როგორიც არ უნდა იყოს პოეტი იქნება ის თუ ჩარხის მუშა მაგას მნიშვნელობა არ აქვს და მე აქედან გამომდინარე მე კიდე არაჩვეულებრივი პოეტია არაჩვეულებრივი მწერალია ეს უკვე საჯაროდ ცნობილი ჭეშმარიტებაა და ძალიან სამწუხაროა რომ ბადურის გამოცემები ძალიან პატარა ტირაჟით არის გამოცემული და მე ვიცი აურაცხელ ადამიანებს ვიცნობ რომლებსაც აქვს სურვილი რომ ბადურის მასაც არ აქვს თვითონ თავისი წიგნის თუნდაც ერთი ეგზემპლარი მას და ნუნუდეიდას აქვს შენახული რამდენადაც ვიცი ნუნუდეიდას აქვს დედა ჩემს აქვს ყველა ეგზემპლარი მაგრამ ახლა დედაჩემს ვერ გამოვართვენ და მე თვითონ კეფიცებით ყველაფერს რა ესე იგი არც გამიყიდია სოჭურის ეს დარიგებული ძველი ლექსები იყო ბადურის სხვადასხვა კრებულიდან ამონარიდი ანუ კრიმ გააკეთა არაჩვეულებრივი სპექტაკლი ალბათ თქვენც ნანახი გაქვთ ის კოქტეილ ბარი ხო და ლევანის ჯგუფი მონაწილეობდა და მათ ყველა მიცოდნენ არა მარტო ის ლექსი რომელიცაც თვითონ მონაწილეობდნენ პიესაში სპექტაკლში არამედ თავისი პარტნიორის ლექსებიც იცოდნენ ზეპირადალე ხშირად კითხულობდნენ ხოლმე ლევანიც ხონებული ბექა ძალიან ბევრი მათგანი კითხულობდა კარგად ბადურის ლექსებს და სხვა სპექტაკლი იყო არაჩვეულებრივი კარგად გადაწყვეტილი ძალიან და ну რა თქმა უნდა მასალამაც შეუწყო ხელი რომ ძალიან მადლიანი სიტყვით და მადლიანი ლექსით იყო ეს ყველაფერი კარგად შეკონცეტრებული მე მგონი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპექტაკლი იყო ну სტუდენტებთან გაკეთებული რა თქმა უნდა მაგრამ მაინც
დასამახსოვრებელი და ღირსშესანიშნავი. შეიძლება მაგრამ ძალიან მოკლე ხანს იყო რეპერტუარში. ხო, კი, სუხუჯე ერთხელ დაიდგა თბილისში და ერთი სამჯერ თუ ოთხჯერ არა, ცოტა მეტჯერ ითამაშეს მცირე სცენაზე, მაგრამ მე უბრალოდ დაიშალა ეს ჯგუფი. ზოგი თბილისში წავიდა, ზოგი გათხოვდა და ამიტომ უბრალოდ ამიტომ და არა იმიტომ რომ ის რამე კნინი შეერია იმას. ანუ კარგია რომ გორდა ძალიან საინტერესო ტელევიზია და კაი ხალხი მუშაობს იქ და ორი გივის მეთაურობით და შეიძლება ერთხელ ჩვენ ერთ დღეს რაღაცასთან დაკავშირებით გავუშვან. ისევ და ისევ ბატონ ბადურს დაუბრუნდეთ და როგორი მეგობარია, როგორი თანამეინახია, როგორი ცელაველია. ძიმე, კარგი, ერთგული, მაგრამ ძალიან მიზეზიანი, იმიტომ რომ ერთ პატარა ნიუანს არასწორს, არა თუ არ გაპატიებს. კუბოს კარამდე მოყვება და ეგრეც არის საჭირო. იგივე მიზეზიანობასთან დაკავშირებით რაიმე სხვა არ გაიხსენებთ? ნუ ეხლა რამდენია გასახსენებელი ეხლა კურიოზი ბადურისთან ქვეყანა, მაგრამ რა ვიცი თუ მე ცალკე ალბათ შევხვდებით, ეხლა უცბად სპონტანურად მოხდა ჩვენი შეხვედრა, თორე მოემზადებით აუცილებლად და ერთ გადაცემას ამ ბადურის კურიოზებს დავუთმოთ. სკოლა ახალი დამთავრებული მოგდა. რამ Chica.